თემა, წიგნი, რომელზეც დღეს მინდა ვისაუბრო, არის სწორედ ჩემი მიმართულებიდან. ეს არის ამერიკელი ავტორის და ტრენერის და წარმატების კოუჩის ჯეკ კენფილდის New York Times ბესტსელერის წიგნი წარმატების პრინციპები. ეს წიგნი ქართულ ენაზე ნათარგმნი არ არის, მე პირადად ამერიკაში შევიძინე და როდესაც ფიქრობდი რა შეიძლება და ყოფილიყო წიგნი, რომელზეც ვისაუბრებდი, რა თქმა უნდა, მილიონი მხატვრული წიგნი გამახსენდა, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა, მაგრამ დასრულ ასაკში არა მხატვრული წიგნი, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება, იყო ეს წიგნი და ამიტომ მომინდა ამ წიგნზე საუბარი თქვენთან. წიგნში არის 67 წარმატების პრინციპი, ერთგვარი წესი, როგორ მივიდეთ იქიდან, სადაც დღეს ვართ, იქამდე, სადაც გსურს რომ ვიყოთ და რა თქმა უნდა, ამ 67 პრინციპზე და წესზე დღეს არ ვისაუბრებ, მინდა ერთ ყველაზე მთავარ პრინციპზე შევაჩერო თქვენი ყურადღება. ეს არის პირველი წესი, რომელიც სულ ვფიქრობ და ადამიანებთან როცა გამიზიარებია, ისინიც აღნიშნავენ, რომ ეს არის წესი, რომელიც ადამიანების თვის გარდამტეხია ხოლმე ადამიანების ცნობიერებაში მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს და ეს არის 100%-იანი პასუხისმგებლობის წესი. 100%-იანი პასუხისმგებლობის წესი ძალიან საინტერესოა თავისივე სათაურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ როდესაც კითხვა ჩდება, გვაქვს თუ არა ადამიანებს 100%-იანი პასუხისმგებლობა საკუთარ ცხოვრებაზე, ხშირად ჩვენი პასუხი არის კი. თუმცა თუ რაღაც კითხვებს დაუსვამთ საკუთარ თავს, შეიძლება მივხვდეთ, რომ თვითონ სიტყვა პასუხისმგებლობის აღქმა და გაგება ჩვენში არის რაღაცნაირად არასწორი და პასუხისმგებლობას ჩვენ როგორც ვალდებულებას ესე სინონიმად აღვიქვავთ, როგორც ვალდებულების სინონიმად აღვიქვავთ. სინამდვილეში 100%-იანი პასუხისმგებლობის წესი ამბობს, რომ ჩვენ ვართ ჩვენი პასუხისმგებელი საკუთარი ცხოვრების ხარისხზე და ჩვენი შვილების ცხოვრების ხარისხზე სრულწლოვნობის ასაკამდე. აი ამ წესის დეფინიცია უკვე რაღაცნაირად ხაზგამყოფია ხოლმე, რომ მივხვდეთ, სად იწყება და სად მთავრდება ჩვენი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობის წესი გვეუბნება, რომ თუ ჩვენ რაიმე მოვლენის მიმართ გვაქვს მიუღებლობა, წუწუნებთ, თავს ვიმართლებთ, სხვას ვადანაშაულებთ, მაშინ არ გვაქვს 100%-იანი პასუხისმგებლობა აღებული საკუთარი ცხოვრების ხარისხზე. ეს წესი გვეუბნება იმას, რომ ადამიანისთვის ძალიან ბუნებრივია თავისი ცხოვრების იმ ნაწილზე, რომელიც მოსწონს, იმ შედეგებზე, რომლებიც მოსწონს და გამოუვიდა, თქვას, რომ ეს მე გავაკეთე, ხოლო ცხოვრების იმ ნაწილზე, რომელიც არ მოსწონს, თქვას, რომ ეს სხვისი ბრალია. ეს ჩვენ თითოეულმა ჩვენთაგანმა შეიძლება გავიხსენოთ საკუთარი თავი, რომ თუ რაღაც გამოგვივიდა, ვამბობთ ხოლმე, რომ მოკეთ ეს ჩვენ გამოგვივიდა და ჩვენ გავაკეთეთ და თუ რაღაც არ გამოდის ჩვენ ცხოვრებაში, სულ ვეძებთ დამნაშავეს და სულ თავს ვიმართლებთ და სხვას ვადანაშაულებთ, მოკეთ სასურველი შედეგების არ დადგომაში. თუმცა თუ კარგად დავფიქრდებით, ძალიან კარგად გავაცნობიერებთ, რომ სინამდვილეში ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი შედეგი, ფინანსური ურთიერთობის შედეგი, ვალები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავადმყოფობა იქნება ეს თუ ყველაფერი, საბოლოო ჯამში ჩვენი შექმნილია, ჩვენი არჩევანით, ჩვენი ქმედებებით, ჩვენი ფიქრებით, ჩვენი წარმოსახვებით, იმ ცნობიერებით მოკეთ, რომელშიც ვართ და რომელიც ქმნის შემდგომში ჩვენს ყოფიერებას. და მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მოკეთ 100%-იანი პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარი ცხოვრების ხარისხზე და დავიწყოთ ცვლილებები, რაღაცნაირად უფრო კომფორტულია რომ დავაბრალოთ ეს მშობლებს, ქვეყანას, რაღაცა პარტნიორს, არ ვიცი, ეკონომიკას, შეიძლება ასტროლოგიურ პროგნოზსაც კი დავაბრალოთ, ოღონდ მოკლედ არ შევცვალოთ რაღაც და არ გავაკეთოთ რაღაცეები განსხვავებულად. საბოლოო ჯამში 100%-იანი პასუხისმგებლობის წესს, რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ წიგნში არის ის, რომ აქვს თავისი ფორმულა, რომელიც ესე გამოიყურება, მოვლენას პლუს რეაქცია, ანუ დამოკიდებულება ამ მოვლენაზე უდრის შედეგს და ეს ფორმულა გახდა ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერების და თითოეული ადამიანის ცხოვრებაში მგონი არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობიერების ფორმულა, რომელიც ამბობს, რომ შენ ხარ შენი ცხოვრების თანაშემოქმედი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ჩვენ ადამიანებს გვაქვს ხოლმე ესეთი დამოკიდებულება, რომ ბედია ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი და არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ ქმნით საკუთარ ბედის წერას და ჩვენ ქმნით მოკეთ საკუთარი ცხოვრების შედეგებს და ეს რაღაცა ორი ბანაკი, ასე ვთქვათ, რომ გავაერთიანოთ და არ ვთქვათ, რომ მოკეთ ორივე
ანუ ორივე ცდება, ან ორივე მართალია, ეს ფორმულა აჯერებს ამ ორივე მოსაზრებას, ასე ვთქვათ, აერთიანებს ერთის მხრივ მოვლენების სახით, რომ არსებობს ჩვენ ცხოვრებაში ბედის სახით ობიექტური რეალობა, მაგალითად, სად დავიბადე, ვინ არიან ჩემი მშობლები, რაღაც რა ისეთი რა მოცემულობებია, ხო, მაგალითად, როგორი ამინდი გათენდა დღესდილას და ასე შემდეგ, ის რაც არ არის, მოკლედ, ჩვენი გავლენის და ჩვენი კონტროლის სფეროში და მეორეს მხრივ არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება ნებისმიერ ობიექტურ რეალობაზე რაც 100%-ით არის ჩემი კონტროლის ზონაში და თუ შედეგი შექმნილი არის ობიექტური რეალობით და სუბიექტური დამოკიდებულებით, ეს გამორიცხავს იმას, რომ მე ვარ შემოქმედი და ეს მეუბნება იმას, რომ მე ვარ თანაშემოქმედი, ანუ აი ზუსტად ნებისმიერ ობიექტურ რეალობაზე, ნებისმიერ ასე ვთქვათ, ბედის მოცემულობაში, ბრჭყალებში, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩვენთვის სასურველი შედეგები იმის, ასე ვთქვათ, მართვით, იმის კონტროლით, იმის მართვით, რისი კონტროლით შესაძლებელია, ანუ ეს არის ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება. და რა შედის ჩვენ სუბიექტურ დამოკიდებულებაში? ჩვენ სუბიექტურ დამოკიდებულებაში შედის ჩვენი ფიქრები, ჩვენი წარმოსახვები, ჩვენი სიტყვები და ყველაზე მთავარი ეს ფიქრებიც, წარმოსახვებიც და სიტყვებიც საბოლოოდ გვჭირდება იმისთვის, რომ ქმედებები, ჩვენი სუბიექტური დამოკიდებულება, რას გავაკეთებ ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში, ეს არის 100%-ით ჩვენი კონტროლის ზონაში და აქ მოკლედ ძალიან ბევრი შრე არის იმის, როგორ გავშალოთ ეს ფორმულა. ეს ფორმულა ზუსტად მაძლევს იმის გაცნობიერებას, რომ ადამიანი იმით განსხვავდება ყველა ცოცხალი არსებისგან დედამიწაზე, რომ აქვს სწორედ თავისუფალი ნება და თავისუფალი ნება არის სწორედ ეს სუბიექტური დამოკიდებულება ნებისმიერ ობიექტურ რეალობაზე. ეს ფორმულა ცვლის ადამიანის ცნობიერებას, ამ ფორმულას მოკლედ ადამიანები მსხვერპლის ცნობიერებიდან გამოყავს და შეყავს, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულ თანაშემოქმედის ცნობიერებაში. ეს ფორმულა ასევე ცვლის მიდგომას ადამიანის ცხოვრებაში რეაქტიულობიდან პროაქტიულობამდე, ანუ პასუხისმგებლიან ქმედებამდე და პროაქტიულობა ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ობიექტურ რეალობაში მე ყოველთვის შემიძლია დავსვა კითხვა, რა შედეგის მიღება მინდა და ამ შედეგისთვის როგორი უნდა იყოს ჩემი ფიქრი, როგორი უნდა იყოს ჩემი წარმოსახვა, როგორი უნდა იყოს ჩემი სიტყვები და რაც თავარია, როგორი უნდა იყოს ჩემი ქმედება და ეს დამოკიდებულებაც კარგად რო ჩაგიშალოთ, როგორ მიდის მოკლედ ადამიანის სწორქმედებამდე, რაღაცა ნეირომეცნიერებას უნდა შევეხოთ, ფიქრი, რომელიც 100%-ით ადამიანების კონტროლის ზონაშია, ჩვენი კონტროლის ზონაშია, მოკლედ რას გავიფიქრებთ, მაგალითად, ცუდი ამინდი რო გათენდება, ან რაც გავიფიქრებთ ადამიანი, როდესაც არასწორად იქცევა, ან რაც გავიფიქრებთ მაშინ, როდესაც არ მოგვეწონება რაღაცა ობიექტური რეალობა ჩვენს ირგვლივ, ფიქრიქ წარმოშობს ადამიანის ორგანიზმში ემოციას, რომელიც უნდა იყოს რესურსი ჩემი ქმედებისთვის. მეორე წარმოსახვა, ანუ რას წარმოვიდგენ, რომ რა მოხდება, როდესაც მოკლედ აი ესეთი ან ცუდი ამინდი გათენდა, ან ადამიანი რაღაცა ისე არ მოიქცა, როგორც მე მინდოდა, ან არ დგას ჩემს ცხოვრებაში და ჩემს გარშემო ისეთი ობიექტური რეალობა, როგორც მე მინდა. ეს წარმოსახვა ქმნის ტვინისთვის პროგრამას, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი პროგრამებს იღებს სურათების სახით. სიტყვა, ანუ რომელიც ასევე ასოციაციაა ტვინისთვის სურათის სახით და ასევე არის ფიქრის შემდგომი პროცესი, ემოციის გაჩენის და ყველაზე მთავარი, აი ეს, რომ მე ვიმოქმედო სწორედ აი ამ ფიქრის, წარმოსახვის, სიტყვების, ასე ვთქვათ, კომბინაციით არის შესაძლებელი. ამიტომ მოკლედ აქ ყველაზე ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით კარგად გავაცნობიეროთ, როგორ ხდება, როგორ იცვლება, ასე ვთქვათ, პარადიგმა რეაქტიული ცხოვრებიდან, ასე ვთქვათ, რეაქტიული ცნობიერებიდან ადამიანები როგორ გადადიან პროაქტიულ ცნობიერებაში, მსხვერპლის ცნობიერებიდან როგორ გადადიან ადამიანები და როგორ იწყებენ თანაშემოქმედის ცნობიერებაში ცხოვრებას, როგორ მიხვდნენ, რომ ისინი ქმნიან საკუთარი ცხოვრების შედეგებს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რაღაც ჩვენს ირგვლივ არ მოგწონს, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგები მივიღოთ და შევქმნათ ჩვენს ირგვლივ ისეთი ცხოვრება, როგორიც გვინდა. და თუ მოკლედ დავბრუნდებით იქ, სადაც მხატვრული ლიტერატურა, ალბათ რომ ყოფილიყო ანუ მხატვრული ლიტერატურაზე რომ ვილაპარაკა, უცბად სამოსელ პირობაზე ვილაპარაკებდი და როდესაც პროაქტიულ ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, როდესაც პროაქტიულ ქმედებაზე ვსაუბრობთ, მე სულ მახსენდება სამოსელი პირველის გმირი სანტოსი, რომელიც კანონდოსელი იმით გახდა, რომ სწორედ პროაქტიული ქმედება განახორციელა, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ძალიან დიდი ხანი ემზადებოდა საკუთარი შურისძიებისთვის
და მე აღარ მოვყვები მოკეთ სანტოს ისტორიას, უბრალოდ მინდა რომ თქვენ თვითონ გაიხსენოთ. მან მოკეთ გამოიყენა ყველაზე მნიშვნელოვანი ნების თავისუფლების ასე ვთქვათ არჩევანი და იმოქმედა მოკლედ პროაქტიულად, მან არ გააკეთა იგივე, რასაც მოკლედ მისი ასე ვთქვათ ის ადამიანი აკეთებდა, ვისი დასჯაც უნდა და ვისი შურისძიებაც უნდა და მოკლედ მან გაწყვიტა სიძულვილის ჯაჭვის საკუთარი პროაქტიული ქმედებით და ამით მინდა მოკეთ დავასრულო ჩვენი აი ამ 100%-იანი პასუხისგებლობის წესი და ვთქვა რომ სიძულვილის ჯაჭვის გაწყვეტა იმის დასრულება რაც ჩვენ არ მოგწონს მხოლოდ პროაქტიული ქმედებით არის შესაძლებელი რომ ჩვენ კარგად ვიცოდეთ რა შედეგის მიღება გვინდა და ამ შედეგისთვის ჩვენი ქმედება აუცილებლად უნდა იყოს იმისგან განსხვავებული ვიდრე რასაც ვებრძვით ხო რაც არ მოგწონს და რასაც ვეწინააღმდეგებით სხვა შემთხვევაში ჩვენ კვლავ და კვლავ შევქმნით იმას რისი მიუღებლობაც გვაქვს, რაც გვინდა რომ შევცვალოთ. და ეს არის მოკეთ ეს წარმატების პრინციპები, წიგნი, რომელიც აი ამ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპით პროაქტიული ქმედებებით თანაშემოქმედის ცნობიერებაში ცხოვრებით იწყება და აქედან იწყება ნამდვილი წარმატება აი ამ ცნობიერების ასე ვთქვათ ტრანსფორმაციით, იმ პროცესით, რასაც დღეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ერი გავდივართ.